4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე საპროცესო შეთანხმების მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა და უკვე 8 დაკავებულს მოიცავს ბრალდებულთა სიას. ვახტანგ ფიცხელაური დაემატა. მასთან ერთად ბრალი აღიარეს ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელიხსაშვილმა, ასევე გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და თემურ ქურციკიძემ. მათ პროკურატურის მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ. შეთანხმების პირობების მიხედვით ბრალდებულებს 3 წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. სასამართლომ საპროცესო შეთანხმება უკვე დაამტკიცა, რის შემდეგაც ისინი დღეს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. საქმის დეტალებს ეკა ლემუნჯავა აშუქებს და თემის დეტალებით ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ეკა, მოგესალმები და გისმენთ. გამოვედი ციხიდან მეორე ციხეში. მადლობა ბიჭებს ამ გადაწყვეტილებისთვის. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ და ვერ გაუძელი. ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. შეიძლება ითქვას, რომ ის არის ერთადერთი მსჯავრდებული, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა. დანარჩენი მსჯავრდებულები ძირითადად ემოციებს გამოხატავდნენ საკუთარ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ, რაც შეეხება თავად საქმეს, დღეს მოსამართლე ჯვებენ აჭყებია მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და 8 პირს, ასე ვთქვათ, პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა 3 წლის ვადით. რაც შეეხება ამ პირებს, 8 პირიდან 1 იყო გირაო სანაცვლოდ გათავისუფლებული. საუბარი არის ევა შაშიაშვილზე, დანარჩენმა 7 პირმა კი მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს. ყველა მათგანმა წარდგენილი ბრალდება აღიარა და პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ მიიჩნია, რის გამოც სწორედ უწყება დათანხმდა მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. პირველ რიგში მინდა ბიჭებს ხო, რომლებიც იქ არიან, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. იცოდეთ, რომ მეც მანდა ვარ. გამოვედი ციხიდან მეორე ციხეში. მაგრამ გავუძე. ბიჭებო, მე თქვენს გვერდში ვარ, ჩემო კარგებო. დიდი მადლობა. ბიჭებო, დიდი მადლობა, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ და ვერ გავუძელე. და იმიტომ წამოვედი. მე ცოტა ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ეს გამოსავალი იყო, მეტი არაფერი. მოგითხრა ბიჭებს. შვიდობა და თავისუფლება ყველა პატიმარს. დიდი პატივცემა იმათ, თანადგომა და სიყვარული, ყველა ძალიან დიდი მადლობა. საქმის პროკურორი დეტალურად განმარტავს, თუ რის გამო გაუფორმა 8 პირს საპროცესო შეთანხმება, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი როინ ხინთიბიძე აღნიშნავს, ყველა ბრალდებულმა გულწრფელად მოინანია დანაშაული და წარდგენილი ბრალდება აღიარა. აქვე პროკურატურა გამოთქვამს მზაობას იმ შემთხვევაში, თუ კი დარჩენილი პირები, რომლებიც ამ ეპიზოდიდან გამოყოფილი საქმის წარმოებად მიმდინარეობს, აღიარებენ ბრალდებას, უწყება მზად არის მათაც საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდეს. როგორც მათ დაუპირდით, ჩვენ შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ისინი ცდილობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ყველა მათგანს, 8 მათგანს განიცდათ თავისუფლების 3 წლის ვადით, რაც ჩაითვალათ პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, თუ კი კიდევ ვინმე სურს, რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული გულწრფელად მოინანიოს და მოგმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს, სანამ განაჩენი გამოცხადდება. ამდენად, თუ კიდევ ვინმე სურს მსგავსი რამის გაკეთება, შეუძლიათ ნებისმიერ დროს განაჩენის გამოცხადებამდე. თუმცა ეს აღიარება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და როგორც კი ასეთი რამე გვექნება, ჩვენ ვიმსჯელებთ. ჩემი დაცვისყოფისთვის მისაღები იყო პირობა, თუ დაუყოვნებლივ გათავისუფლებოდა პატიმრობიდან და სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. შესაბამისად, ამ შეთანხმებაზე პროკურატურა წამოვიდა და შედგა ჩვენ შორის შეთანხმება, რომელიც დღეს დაამტკიცა სასამართლომ და გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი არის მიცემული, მათგან 10 უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებებს, ამ ეტაპისთვის 21 პირი დათანხმდა პროკურატურას აღიარებასა და მონანიებაზე, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბრალდება მათ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. როგორც უკვე გიცით, დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან 7 პირი გათავისუფლდა. საერთო ჯამში 8 პირს გაუფორმდა დღეს საპროცესო შეთანხმება. დანარჩენ ეპიზოდებზე ბრალდებულ პირებს მომდევნო დღეებში დაუმტკიცებს სასამართლო იმ შეთანხმებას, რაც პროკურატურასთან მათ მიაღწიეს.